კვირის ბოლოს კლუბმა ნუანუამ თანამედროვე მუსიკის მოყვარულებს საიმიჯო პროექტი შესთავაზა. ცნობილი დრამერი ჯოჯო მეიერი და ჯგუფი Nerve ევროპული ტურნეს ფარგლებში თბილისში ჩამოვიდნენ და საკუთარი ნიუ-იორკში აკრძალული, მოგვიანებით კი ევროპაში გაპოპულარულებული პროექტი Prohibited Beats წარმოადგინეს. ელექტრონული მუსიკისა და ჯაზის საინტერესო სინთეზი ცოცხლად პირდაპირ მსმენელის თვალწინ, თანაც იმპროვიზაციის გათვალისწინებით. ასეთი იყო მთავარი მენიუ, რომელიც Nerve-მა ადგილობრივ მსმენელს შესთავაზა. ეს კი ის მუსიკაა, რომელიც ერთდროულად არის განკუთვნილი როგორც გონებისთვის, ისე ფიზიკური ქმედებებისთვის. მართალია მსგავს მუსიკალურ კულტურას საქართველოში ნაკლებად იცნობენ, თუმცა ამავე კულტურასთან ზიარება ქართველმა მსმენელმა კლუბ ნუანუაში მაინც წარმატებით მოახერხა. ასეთ მუსიკალურ სინთეზს, რომელიც ძალიან თანამედროვედ გამოიყურება და ისმინება, დასავლეთში ხშირად არც თუ საფუძვლოდ ბომბის აფეთქებასაც კი ადარებენ. და იმასაც ამბობენ, რომ ჯოჯო მეიერისა და Nerve-ის მეშვეობით ნიუ-იორკში ცოცხალი drum and bass-ი განვითარდა. მართალია ჯგუფის სკანდალური პროექტი Prohibited Beats 2003 წელს ნიუ-იორკში აკრძალეს, თუმცა მოგვიანებით Nerve-მა იგი წარმატებით გაიტანა ევროპაში და ამავე ევროპის კლუბებში ნამდვილი რევოლუციაც მოახდინა. ამჯერად რევოლუციურ კალში თბილისიც მოექცა, უფრო კონკრეტულად კი კლუბი ნუანუა, რომელსაც Nerve-ის სრული შემადგენლობით ეწვია. მეიერთან ერთად თბილისში ჯგუფის დანარჩენი წევრები ჯონ დევისი, როლი მოსიმენი და ტაკუია ნაკამურა ჩამოვიდნენ. სპეციალურად იმისთვის, რომ ქართველი მსმენელისთვის ახალი და განსხვავებული მუსიკალური კულტურა წარედგინათ და კულტურული შოკიც გამოეწვიათ. ნიუ-იორკში ეს პროექტი ძალიან წარმატებული იყო. ეს ერთგვარი ექსპერიმენტული პლატფორმა, სადაც ჩვენ ვცდილობთ ხიდი გავდოთ ელექტრონულ მუსიკალურ კულტურასა და ტრადიციულ მუსიკას შორის. ვინაიდან ახალი თაობები ტრადიციულ მუსიკას თითქმის საერთოდ აღარ უსმენენ. ჩვენ გვინდა ისევე მოვიქცეთ როგორც ადამიანები, რომლებიც ჩვენში დაგვაგონებენ. მე გულისხმობ ბახს, ლუი არმსტრონგს, ჩარლი პარკერს, ჯიმი ჰენდრიქსს და სხვებს. ჩვენი საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი ახალი აღმოჩენებისა და თავგადასავლების სურვილი იყო. ახალი შეგრძნებების ზიებამ ჩვენ აბსოლუტურად უცხო ადგილას მოგვიყვანა. ჩვენ უკვე ვიცით როგორ რეაგირებს ხალხი ჩვენს მუსიკაზე ნიუ-იორკში, მაგრამ არ ვიცით რა მოხდება საქართველოში. ეს ჩვენთვის ძალიან საინტერესოა. თანამედროვე პოპ კულტურაში გარეგნულ ესთეტიკას ძირითადი ყურადღება ექცევა. შინაარსი კი მივიწყებულია. ჩვენ ვცდილობთ ნამდვილი გრძნობა და აზრი ჩავდოთ მუსიკაში, თანაც ისე რომ ეს მისაღები იყოს ახალი თაობისათვის. ვინაიდან 20 წლის ახალგაზრდა ალბათ არ მოისურვებს ჯაზ კონცერტზე წასვლას, ვინაიდან ასეთი მუსიკა მისთვის ზედმეტად რთულია. ასე რომ ჩვენ ვცდილობთ ყველა მუსიკალურ მიმდინარეობას მოუყაროთ თავი და შევქმნათ ახალგაზრდობისათვის მისაღები ახალი ჰომოგენური მუსიკა. დასავლეთში შოკის მომგვრელ პროექტად აღიარებულმა Prohibited Beats-მა თბილისში ექსცესების გარეშე ჩაიარა. არასტანდარტული მუსიკალური სანახაობა კლუბის მსმენელმა კარგად მიიღო. ასეთი შესრულება საქართველოში იშვიათად ახსოვთ, იგი იმდენად მძაფრია, თავისუფალი, ღია და რაც მთავარია განსხვავებული, რომ მისი მოსმენის შემდეგ ალბათ უკვე ადვილი მისახვედრია, რატომ უწოდებენ მეიერს ლეგენდას. თუმცა ამავე ლეგენდას თვით ნინა სიმონესთან, დიზი გილესპისთან და დრამერ ბილი კობემთანაც კი უმუშავია. არასტანდარტული აქამდე რაც გაგვიკეთებია მსგავსი ისეთ პრომოუშენთან ერთად იყო მაინც ტრადიციული და ეს არის ბევრად საინტერესო ჩემი აზრით, იმიტომ რომ არის სინთეზი ცოცხალის და ელექტრონული მუსიკის საუნდჩეკზე ისეთები ქნეს, რომ მე გაოცებული ვარ. ესეთი პროექტები რა როგორც ახლა ეკეთება რა არის ესეთი რეალურად არის ალტერნატივა ის მუსიკა რაც ჩვენ არ ვიცით მისი მოსმენის საშუალებას არ აგვაქვს ვერც ვნახულობთ იმიტომ რომ რეალურად არ არის ძალიან იშვიათია რა არის საკმაოდ ძვირადღირებული პროექტი აქედან გამომდინარე ძალიან კარგი არის როდესაც ეს ყველაფერი კეთდება აი ამ ფორმით როდესაც ხალხს საშუალება ეძლევა რეალურად ეს ყველაფერი შეიგრძნოს მართლა რა არის მუსიკა ანუ როგორ იქნება ვინ არიან ეს ადამიანები საიდან მოვიდნენ რა ისტორია ეს ყველაფერი მუსიკაში ძალიან დიდ მნიშვნელობას დებს თვითონ რა აქედან გამომდინარე ეს ძალიან დიდ სტიმულს აძლევს მე განვითარებას უკეთეს მუსიკის ჯგუფს, რომელიც არასოდეს მუშაობს წინასწარ დაგეგმილი პროგრამით ამ ტრადიციისთვის არც თბილისში უღალატია. სხვა საღამოების მსგავსად Nerve ამჯერადაც მხოლოდ მსმენელთან ემოციურ ინტერაქციაზე იყო დამოკიდებული.
მსმენელმაც გაამართლა მასა და მუსიკოსებს შორის ემოციურ ენერგეტიკული ბალანსი აშკარად შედგა. მართალია ჯაზისა და ელექტრონული მუსიკის სინთეზი თანაც ცოცხლად ნუანუაში მისულთათვის მოულოდნელი აღმოჩნდა, თუმცა იმისთვის რომ ეს მოულოდნელობა აღარ განმეორდეს, კლუბი მსგავსი პროექტების განხორციელებას უკვე ქართველი მუსიკოსების ბაზაზე აპირებს. მათ შორის ერთ-ერთი როგორც ირკვევა გია სალაღიშვილი იქნება. მოკლედ ჯგუფ ნერვის ახალი გაკვეთილი ნუანუაში კარგად გაიგეს. როგორ იქნება Prohibited Beats ქართულად, ამას მომავალში ამავე კლუბში მოისმენთ.